მოგესალმებით, ღია სტუდიის სტუმარია თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კოალიცია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე. მოგესალმებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფალი დემოკრატებისთვის 1 ოქტომბერს გასამართი არჩევნები ფაქტობრივად მეორეა. ამ ხნის განმავლობაში თქვენ გაიარეთ საკმაოდ დიდი გზა, მოკლე პერიოდში მოგიწიათ საკმაოდ დიდი გზის გავლა პოლიტიკაში. პირველი რაც მაინტერესებს, ბევრმა თქვენთაგანმა დატოვა საკმაოდ სოლიდური თანამდებობები, საკმაოდ წარმატებული კარიერა. როდესაც პოლიტიკაში მომდიოდით, რამდენად ფიქრობდით იმის შესახებ, რომ ის პოლიტიკური ვერი, რომელიც ამ წუთას არის, სწორედ ასეთი იქნებოდა? კარგი კითხვაა ნამდვილად. ჩვენ გქონდა საკმაოდ დრო ანალიზისა, მიუხედავად ძალიან მცირე დროისა და მიუხედავად იმ გრძელი გზისა, რომელიც გავიარეთ ეს მოკლე პერიოდში. რათა გაგვეკეთებინა შესაბამისი შეფასება მიმდინარე მოვლენების შესახებ, იმ გზის შესახებ, რომელიც ჩვენ გავიარეთ, თუნდაც შეცდომების და ამავე დროს რაღაც ეგრეთ წოდებული წარმატებული ნაბიჯების შესახებაც კი მით უმეტეს, როდესაც პრაქტიკულად მთელი შემადგენლობა ქართული თავისუფალი დემოკრატების იყო საჯარო მოხელეებით დაკომპლექტებული, მათ შორის დიპლომატიური ეგრეთ წოდებული საკადრო დიპლომატებით დაკომპლექტებული, რომელსაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობის სფეროები ეყარათ. ამიტომ ამ ანალიზს ეგრეთ წოდებული lessons learned, რასაც ეძახიან გაკვეთილებს ნასწავლს ბრიტანელები, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, იმიტომ რომ შენ თუ არ გააკეთე ამის ანალიზი, ამის სწორი შეფასება, მერე უკვე მომავალში ძალიან გაგიჭირდება სწორი სამომავლო ნაბიჯების გადადგმა, მით უმეტეს პოლიტიკაში. რაც შეეხება რამდენად ველოდით, არ ველოდით, საკმაოდ ქაოტური და ალბათ დამეთანხმებით პერიოდი იყო მაშინ ქართულ პოლიტიკურ კონიუნქტურაში. შეიძლება ჩვენ რაღაცა იმედები ქონდა, შეიძლება ცოტა უფრო გადამეტებული იმედები იმისა, რომ იმ პროტესტის ტალღაზე მას შემდეგ, როდესაც 2007 ნოემბერმა გაიარა, მას შემდეგ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა გაიარა, ამ ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობა დადგა, ალბათ ფიქრობით და როგორც აღნიშნულ თუ გადამეტებულადაც კი ზოგ შემთხვევაში, რომ ეს უნდა მომხდარიყო იმ პერიოდში და ეს აუცილებელი იყო და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ვნახეთ, როგორც ოპოზიცია, ასევე თვითონ საზოგადოება ქართული არც თუ ისე მომზადებული შეხვდა ამ გამოწვევას იმ პერიოდში. ამაში ბევრი რაღაცა შეიძლება ვიგულისხმოთ, როგორც ვთქვათ, ადმინისტრაციული, ორგანიზაციული, ანალიტიკური, გამოცდილებითი ნაწილი ამის, იმიტომ რომ რაც უნდა ვილაპარაკოთ ნაციონალური მოძრაობა ბუნებრივია დიდი ესეთი რაღაც მონსტრი, რომელიც მოქმედებს, ერთი მხრივ არის მონსტრი, რაც თავის პოროტების მანქანა, რაც დავარქვით, რაც ხდება ახლა ის რეჟიმი, რომელიც ყალიბდება ყოველ შემთხვევაში და ჩამოყალიბდა თითქმის ავტოკრატიულ რეჟიმს გულისხმობ. მაგრამ ამავე დროს საკმაოდ კარგად მომზადებული მანქანაც არის, ორი აზრი არ არის. ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდში იყო და მისი ახლა უკვე რა თქმა უნდა შუშის ფეხებზე დგას, მაგრამ იმ პერიოდში ნამდვილად იყო. ამიტომაც ალბათ შედეგით სწორედ ის იყო, რომ რაღაც ერთგვარი გადაწევა ვადებში მოხდა იმ პროცესისა. არ ვიცი, შეიძლება უკეთესიც იყოს. კაცმა არ იცის, როგორ ჯობდა, რანაირად ჯობდა, ეს ცოტა რთული საქმეა, მაგრამ ძალიან ბევრი გავიარეთ ჩვენ მართან ვბრძანდებით. ბევრის ანალიზის საფუძველი მოგვეცა, გავანალიზეთ კარგად, მინდა გითხრათ, რაც ყველაზე მთავარია. მე გახსოვთ ალბათ მაშინაც ირაკლი ალასანია იყო ალბათ ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც არჩევნებზე საუბრობდა. რომელიც ერთხელ და სამუდამოდ კონსტიტუციური თავისუფალი ცივილური გზით, მოდით ესე ვთქვათ, ქვეყანაში ცვლილებებს გადაგებდა. და ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი პერიოდში, განსაკუთრებით რუსთაველის მოედანზე, მიტინგებზე, სადაც დიდი პროტესტი მოყვა ამავე დროს საზოგადოებიდან. თუმცა ძალიან მოკლე ხანში, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობიდან, თვითონ შიდა საზოგადოების მომწიფულობამაც აჩვენა ის, რომ ეს არის ერთადერთი და სწორი გზა ქვეყანაში ხელისუფლების თვალსა ესეთი. იმ წუთას მთელი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ოპოზიციური პირების შექმნა უნდა განმოვიდა ამ გზაზე. აქვე ჩაგიკითხებით, რადგან თქვენ აი ამ მიტინგებთან დაკავშირებული საკითხი წარმოჭერით, უფრო სწორად არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, მხოლოდ და მხოლოდ ეს
თანხმედრა არის ივანიშვილისა და ლასანიას პოლიტიკურ აზრებში თუ თქვენ კიდევ სხვა რაღაცეებში ეთანხმებით ბიძინა ივანიშვილს იმის გარდა რომ ხელისუფლების შეცვლას აპირებთ. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ფუძეთაგანი მე ვიტყოდი ყველა იმ ფართო სპექტრის საკითხების რომელიც ჩვენ ბატონ ბიძინასთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბებამდე და პარტნიორობამდე გამიხილეთ შარშანდელი ოქტომბრის შემდგომ. უკაცრავად კოალიცია თავის თავში არ გულისხმობს იმას რომ იქ იყოს ერთი და იგივე იდეოლოგიის, ერთი და იგივე მსოფლმხედველობის პოლიტიკური ჯგუფები, კოალიციას აქვს კონკრეტული მოკლევადიანი მიზანი, თუმცა ამ თავით ცნობილია ის რომ თქვენ ალბათ არჩევნების შემდგომ პერიოდში მოგიწევთ თქვენი პოლიტიკური გზით წასვლა. მხედველობაში მაქვს კოალიციაში შემავალ პარტიებს. აქედან გამომდინარე, რამდენად ადვილია კოალიციაში თანამშრომლობა. იცით, ის რომ მოგვიწევს იდენტობის შენარჩუნება თითოეულ პარტიებს და არათუ მოგვიწევს არამედ აუცილებელიც არის ჩემის აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია ჩემის აზრით ყველა პარტიისთვის და მათ შორის პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის აქ ორი აზრი არ არის. მაგრამ მე არ ვიტყოდი რომ ჩვენ რაღაცა შეიძლება არჩევნები დასრულდეს და თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში მეორე დღეს ციფრას დავიშალოთ და ჩვენი თქვა ცალ-ცალკე ეგზამენი პოვოთ. ბიძინა ივანიშვილმა რაც შეძლო ჩემის აზრით და მნიშვნელოვანი ელემენტია მის მოქმედებებში არის ის რომ მან შემოახერხა ერთგვარი კონსოლიდატორის როლის შესრულება და კონსოლიდაცია თუნდაც როგორც თქვენ აბსოლუტურად სწორად ახსენეთ სხვადასხვა მსოფლმხედველობის სხვადასხვა სისტემურობის, სხვადასხვა თქვა მენტალობის შემცველი. აქ მოხდება მე მგონი ფორმულა ჩემი მეგობარია. არა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ როცა თავიდანვე ჩამოყალიბდით ამ ძირითად პრინციპებზე, ჩვენ თავისუფალი დემოკრატები რამდენადაც მე ვიცი რესპუბლიკელებიც გახსოვთ ალბათ ჩვენ სამი პარტნიორი ძირითადი ვიყავით იმ პერიოდში. როდესაც იყო საუბარი პიროვნების თავისუფლებაზე და საერთოდ სამართლის და კანონის უზენაესობაზე, ინსტიტუტების მშენებლობაზე. აქ არ არის მარტო თქვა ერთი ელემენტი რაღაც განყენებულად არ დგას მეორისგან. საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ავიღოთ. იგივე ნატოსთან და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა და პარალელურ რეჟიმში რუსეთთან დიალოგის წარმოება, ვაჭრობის გახსნა, ეკონომიკური კავშირების აღდგენა და ამავე დროს მესამე პარალელურ ელემენტად თქვა აფხაზეთთან, ოსეთთან პირდაპირ დიალოგის წარმოება და ასე შემდეგ. ამას ბუნებრივია მე რაღაც ის პირამიდულად მოყვა კონცეპტუალური ხედვების შემუშავება, სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით, მე უკვე პროგრამული ელემენტების შემუშავება, ეხა უკვე ფლაიერებზე რომელიც დატანილებული დავდივართ ხალხს ამ ჩვენ გზავნილებს ვაძლევთ საკმაოდ მოკლე ხანში მოხდა შეიძლება ეს, მაგრამ აი სწორედ ეს მოახერხა როგორც ბატონმა ბიძინამ, ასევე სხვა ლიდერებმა ძალიან კარგია რომ მოახერხეთ ყველამ, რომ შევთანხმდით რაღაც გზაზე დრო ვიცოდეთ რომ ქონდა ცოტა და ერთი წელი ალბათ დამეთანხმდით არ არის ხარჯ თუ ისე თქვა დიდი პერიოდი ამისათვის რომ კარგად და საფუძვლად მოემზადო და დავიწყეთ უცებ მუშაობა. ჩვენ მოვიწვიეთ კომპეტენტური პროფესიონალი ხალხი პრაქტიკულად ყველა სეგმენტიდან და ვთხოვეთ მათ თანამონაწილეობა ამას. სწორედ ამიტომ შეიქმნა საზოგადოებრივი დარბაზი, საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება და მინდა გითხრათ აურაცხელი სამუშაო ჩატარდა. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ წარმოიდგინეთ ჯანდაცვა, სოციალური უსაფრთხოება, სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური და ფისკალური პრობლემების მოგვარება, დასაქმება. ბატონ ვიქტორ, ახლა შეგაწყვეტილებთ, მაგრამ მოდით ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, ახლა იმის მიუხედავად, რომ თქვენ პოლიტიკაში ფაქტობრივად შემოხვედით 2008 წლის შემდეგ, როგორც თავისუფალი დემოკრატები ამ სახით თქვენ ამ ქვეყნის შვილი ხართ და არაერთ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა. ქართულ საზოგადოებას არავის არ მიუწია პროგრამისთვის ხმა. ქართული საზოგადოება მუდმივად აძლევდა ხმას კონკრეტულ პიროვნებებს, კონკრეტულ ლიდერებს და შემიძლია გითხრათ პარტიებსაც კი არა. ამიტომ ის რასაც თქვენ აკეთებთ, თქვა რასაც წეგამბრძანებდით, თქვათ საბჭოში, რასაც აკეთებენ მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, ეს არის მეორე პლანის ამ შემთხვევაში საქმიანობა ნებისმიერი ამომრჩევლისთვის და ის არ აძლევს აი ამ პროგრამას ხმას. ლოგიკური შენიშვნაა სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე. მე ამაში რთულია რომ არ დაგეთანხმოთ.
განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ პოლიტიკაში მოვედით, პრაქტიკულად ანალოგიური პროცესები მიმდინარეობდა და ნაკლებად აქცევდნენ ამას მასასთან ყურადღებას, რაც თქვენ ახლა ისაუბრეთ. თუმცა მე ძალიან ეს ბოლო პერიოდში ძალიან ბევრს დავდივარ ხალხთან, მათთან ურთიერთობამ, კომუნიკაციამ. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ შეიცვალა, თვისობრივად შეიცვალა ეს დამოკიდებულება ქართული საზოგადოების, სწორედ ამ პროგრამებთან დაკავშირებით, საერთოდ არჩევნებთან მიმართებაში და მე არ მახსოვს შეხვედრა, სადაც არ ეკითხათ. რომ აი მაგალითად თუ კი 2 წლის წინ 2010 წლის მუნიციპალურ საარჩევნო კამპანიაში მე მეკითხებოდი და მთხოვდნენ აი სახურავი გადამიხურეთ, ასფალტი გამიგეთ, რაღაცა გამიგეთეთ, კი ხმას მოგცემ, მაგრამ მე რა და რაღაც ამბეგვარი კითხვები მოდიოდა პერიოდში. ამ 2 წლის განმავლობაში საკმაოდ ვფიქრობ მოგწირდა საზოგადოება მენტალური ცვლილებები ნამდვილად განიცადა და ეხლა გვეკითხებიან აი თქვენ რას აპირებთ აი მაგალითად ძალიან ბევრს საუბრობენ იქ რომ აი ნატოში და ევროკავშირში მიდიხართ ამავე დროს რუსეთთან უნდა აწყოთ პარალელურად ურთიერთობა ჯანდაცვის სისტემას როგორ დაარეგულირებთ ყველა გვპირდებოდა 150 საავტომობილოს აშენებს აკერესკაცი კი მე ვერ შევდივარ ესეთ საავტომობილში და საშინელ დღეში ვარ მე მაინც ვერ დამიკმაყოფილდა ჩემი ელემენტარული მოთხოვნილებების თქვა დაკმაყოფილება ხო ამიტომ სოციალურად როგორ პენსიებს აი როგორ აპირებთ როგორ გვექნება საიდან მოიტანთ ამ თანხებს ანუ იმდენად სწორ ადეკვატურ და გაანალიზებულ გააზრებულ კითხვას გვისვავენ ეს იქნება სვანეთის უბანი ეს იქნება ვარანცოვი ეს იქნება ქვედა პლეხანოვი ხო მეფის უბანი ეს იქნება ოქროს უბანი აი ნახე ჩუღურეთს გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში თორე ნებისმიერ სხვაგანაც არის იგივეს მეუბნებიან ჩემი მეგობრები სამგორიდან ვაკიდან ვარკეთილიდან თუ მაგალითად გლდანიდან და დიდუბიდან ამას მნიშვნელობა არ არის ეს ძალიან დიდი მეც მაძლევს მე იმისას რომ საზოგადოება დღეს ერთხელ და სამუდამოდ გააკეთებს სწორ ანალიზს ეს კი ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ ძალიან დიდი პრობლემა იყო აბსოლუტურად გეთანხმებით და სულ გულწრფელი ვარ ამაში რასაც ვამბობ რომ ეს კი რაღაც ერთგვარი თაყვანისმცემლობაში რო გადადის მე ხო გაზე ადამიანება საერთოდ იმას ეს საერთოდ ხდება რა თქმა უნდა მდაბიო გაუნათლებელ მოდით ესე ვთქვათ და ზნედაცემულ საზოგადოებაში. ჩვენი ქვეყანა მე ნამდვილად ამ სამი ელემენტისგან ჩვენ საზოგადოებას ვერცერთ ვერ ვაკადრებთ, არასდროს არ ყოფილა ესე, უბრალოდ ბოლო პერიოდმა და განსაკუთრებით ბოლო 8 წელიწადმა, რომლის განმავლობაშიც მიშა საადაშვილი და ის მცირე სვიტა მისი წარმომადგენლები ცდილობდნენ საკმაოდ გააზრებულად მინდა გითხრათ და დაგეგმილად მათ იცოდნენ რომ მოდიოდნენ რასაც გააკეთებდნენ. იმიტომ არის ეს სისტემა საშიში, რომ მიიყვანდნენ ადამიანებს იმ დონეზე, რომ 20 ლარი საფასურად მისი ღირსების სანაცვლოდაც კი ძალიან ხშირ შემთხვევაში, იმიტომ არის ეს პრობაციონერების ინსტიტუტი, პრობაციონერების სხვაგანაც არსებობს, მაგრამ არა ამ ფორმით ხოსული. აი ესეთი ფორმებით მიიყვანდნენ ხალხს იქამდე, რომ გაიხანძლიოდნენ ხელისუფლებაში ყოფნას. ბატონ ვიქტორ, ჩემთვის თქვენ მაინც გაქვთ დიპლომატის რანგი და სტატუსი, წლები იყავით ამ სამსახურში. და აი ეს მაინტერესებს მე როგორც ჩემს ყველაზე დიდი პრობლემა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და როგორც ამ ქვეყნის შვილს მაინტერესებს ერთი რამ მით უფრო იმ პარალელიდან გამომდინარე რომელიც ჩვენ ამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მიერ ტირასპოლში დნესტრისპირეთში გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე რომ მან თქვა პირდაპირ რომ ჩვენ არ განვიხილავთ ტირასპოლს როგორც დამოუკიდებელ დნესტრისპირეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს მოსკოვი არ აპირებს მის აღიარებას და ტირასპოლი უნდა ემზადოს იმისთვის რომ დაბრუნდეს მოლდოვის შემადგენლობაში. სხვა ტექსტი საჯაროდ კრემლს არ განუცხადებია ამ შემთხვევაში, მაგრამ შემდგომ გამოჩნდა თუ რას ითხოვს ამის სანაცვლოდ მოსკოვი. ითხოვს იმას, რომ მოლდოვა იყოს ნეიტრალური სახელმწიფო, ითხოვს იმას, რომ ის არ გახდეს არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი და იქ არის ენასთან დაკავშირებული მომენტი, ну, განსაკუთრებით მეორე სახელმწიფო ენა იყოს რუსული ენა. თქვენ როგორ ფიქრობთ აფხაზეთის დაბრუნების შემთხვევაში, როდესაც აი ასე ხდება იმის დეკლარირება, რომ იცით რა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ნატოში, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიული მთლიანობა, საჯაროდ ხდება იმის დეკლარირება, რომ ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ნატოსთან და გავხდეთ ნატოს წევრები. თუ კი აღმოჩნდა
აი ასეთი დილემა გადასაწყვეტი, რომ ჩვენ დავტოვეს აფხაზებთან მარტო ერთ-ერთზე სალაპარაკოთ და პრაქტიკულად ჩვენ შეიძლება გარკვეულ შედეგს მივაღწიოთ. ან ისევე განაცხადოს რუსეთმა, რაც ნაკლებად რეალურად მიმაჩნია, რომ იცით რა, მე ახლა უკან წავიღებ ამ აღიარების მომენტს, რაზე ვიტყვით ჩვენ უარს, ან რაზე ვიქნებით თანახმარი. მე ვფიქრობ თავისთავად ის მიდგომა, რომ რაღაცა ვაჭრობის საგანი გახდეს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის სუვერენული მისწრაფებები პარალელში ეს არასწორი მიდგომა, ამით მანიპულირება სხვათა შორის რუსეთი ცდილობს და კარასინი საკმაოდ დახვეწილი დიპლომატია მე მინდა გითხრათ ამგვარ საკითხებში, მაგრამ ალბათ თავიდან იმაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი, რომ თვითონ ნატო რას წარმოადგენს დღეს, ძალიან ბევრი ფიქრია ობსერვაციები იმის დონეზე, იგივე ნატო, ევროკავშირი, თქვა ნატოს ახლა ჩრდილოატლანტიკური ერთი და მეორე სამხედრო პოლიტიკური ალიანსია, მაგრამ იმაზეც მიდის დღეს ჯელობა, სხვათვის ელთოზეც ტრანსფორმაცია მიდის ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის და ამავე დროს მათი თქვა ხასიათისა ამ ორგანიზაციების, როგორც საერთაშორისო მოთამაშე და სერიოზობის, ხო? ბევრს საუბრობენ. მე ნატოში მუშაობდი 2001-2004 წლებში, მაშინ შტაბინაში პირველად დაიხსნა ჩვენი ქართული მისია და წარმომადგენლობა და მართლა მაქვს პატივი და ბედნიერება იმისა და გამოცდილება, რომ ბევრ რაღაცა მაშინ მიმდინარეობდა წარმოედგინეთ, მაშინ მოხდა ზუსტად 2001 წელს, როდესაც ნიუ-იორკს ამერიკას დაეცა ეს დიდი ტერორისტული მეხი, რომელიც Twin Towers-ზე მოხდა შემდეგ. მაშინ უკვე დაწყებული იყო იმაზე მშენებლობა, საერთოდ რა ვართ, რას წარმოადგენთ, რომ რკინის ფარდა პრაქტიკულად ჩამოხსნილია, ვიშეგრადის ქვეყნებმა თავიანთი ფუნქცია შეასრულეს, ვილნიუსის არის ქვეყნები შევიდნენ უკვე ნატოში, ფართოვდება და ეს enlargement-ის ეგრეთ წოდებული გაფართოების და ღიერთარის პოლიტიკა გრძელდება, ანუ ბევრი რაღაცა მოხდა და რუსეთთან უკვე დიალოგი აქვს პრაქტიკულად დაწყებული, ხო? ეს არის როგორი ორგანიზაცია გვჭირდება ჩვენ სამხედრო პოლიტიკური თუ პოლიტიკურ სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკვე შემდგომ ეტაპზე გადავა. ეს ტრანსფორმაციის პერიოდი ახლაც მიმდინარეობს და პროცესი. ეს არ ნიშნავს ნატოში დღეს წევრობა მარტო სამხედრო ქოლგარს, ეგრეთ წოდებულს ხოლმე არ ნიშნავს. ნატოში წევრობა ნიშნავს პირველ რიგში ღირებულებებს, ნიშნავს ფასეულობებს, ნიშნავს ქვეყნის მოწყობას, კანონის უზენაესობას, დემოკრატიული პრინციპების გატარებას. მე მედიის თავისუფლებას და იმ სხვა ელემენტებზე აღარ ვლაპარაკობ და რაც ყველაზე მთავარია, პიროვნების თავისუფლების უფლების დაცვას ნიშნავს. რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. დღეს რუსეთმა რომც თვალი დახუჭოს რაღაც ამგვარ გაფართოების პროცესზე, თუნდაც საქართველოს და რეგიონის ავიღოთ, მათ შორის უკრაინა, მოლდოვა მაგალითად, ხო, მიმართ. მე ძალიან ეჭვმეპარება, რომ ხისიერად დაიწყოს ეს პროცესი მიუხედავად სტრატეგიული ინტერესებისა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე თქვა დიდი ტროიკის ევროპაში, რომელიც არსებობს, იგივე გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, თურქეთის შეთანხმება შედგება. ძალიან ეჭვმეპარება. მაგრამ ჩვენთვის ეს დოგმატური არ უნდა იყოს. ჩვენთვის დოგმატური პირველ რიგში სწორედ ძალიან კარგად ახსენეთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს. მე არ ვიცი, პირადად მე გავანებოთ თავი ვიქტორ დოლიძეს როგორც დიპლომატს, ვიქტორ დოლიძეს როგორც პოლიტიკოს, უბრალოდ ჩვეულებრივი ობილატერი ხო. ჩემთვის ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება ნომერ პირველია. მე არ ვიცი მას რაში გავცვლი, როგორ გავცვლი, ალბათ ვერ წარმომიდგენია, ხო, ალბათ ხենց ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში რაიმეს ვაჭრობის საგნად ქცევაზე რომ ვიფიქროთ, აგური აზრი არა. მაგრამ პროცესები ისე მიდის, რომ ეს ნამდვილად ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ტირასპოლი კიდე სხვა საკითხია. ტირასპოლი მე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა იმას ხშირად ვაბრალებენ ხოლმე, რომ აი ესენი ამბობენ, რომ ჩვენ რეალობას თვალებში თუ არ ჩავხედეთ და ეთქვა და სამუდამოდ სიმართლე აქვს და ფერად მოხდება. დიახ, რუსეთი აპირებდა ომის დაწყებას. დიახ, ამისთვის ემზადებოდა რუსეთი და მე სწორედ იმ პერიოდში ვენაში გახდით, სადაც სწორედ რუსეთის ელჩებთან მქონდა მე ყველაზე სერიოზული დაპირისპირება და მაგის მეტი პრაქტიკულად არაფერი მიკეთებია ჩემ დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, მაგრამ ესეთი უგუნური ნაბიჯების გადადგმა, ესეთი არასწორი და გაუაზრებელი და გაუცვლელი პოლიტიკა, რომელიც სააკაშვილმა აწარმოა იმ პერიოდში, სწორედ არის შედეგი იმისა, რომ დღეს უკვე აღიარებულია ის ორი ტერიტორია. ტირასპოლში მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სირთულეები ჰქონდათ. იქ ხუთწლეულის ომის ფორმატი, რომელიც მოქმედება ის დღესაც გრძელდება, ისინი სამხედრო პროვოკაციაში არ ჩართულან. თქვენაგონები კარგი და ასე არ არის პროვოკაციები, თუ რა უფრო მეტიც ხდებოდა. ამიტომ ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან ამ მხრივ,
და კარგია რომ ამგვარი განცხადებები კეთდება მეგათ უსურვებს პერიოდულ შენობა რაც შეიძლება მალე თქვა გამოვთავიანდი მაგრამ ჩვენ კიდევ ბევრი გვექნება სამოქმედო ძალიან ბევრი საშუალება გვექნება ამ მხრივ და საშინაო დავალებები უნდა შევასრულოთ ეს საშინაო დავალება ყველა გვეუბნება homework ესე ქვია ეს ნატოელებიც ესე გვეუბნებიან ევროკავშირის წარმომადგენლები და EU-ს მაგრამ მათ თქვენ ვერ წარმოიდგენთ მათ გაკვირვებულ სახეებს ოდესაც ისინი ჩვენ დღესაც ხო კომუნიკაცია მანდობა ხდეს დავდივართ ჩამოდიან სამეგობრო თქვენი კოლეგები და ასე შემდეგ პირდაპირ პირსაღებენ რომ ეს რა ხდება ჯერ ესეთი ქვეყანას რომელსაც მასტქერი ჭირდება ან თუნდაც მასტოფერი ჭირდება არის თუნდაც მაღალგამზარდებული ევროპული ქვეყნები მაგრამ იქ ძალიან ისეთ დეტალურ საკითხებთან დაკავშირებით დაჭირვებიათ თქვა და არა იმიტომ რომ დემოკრატია არ არის და ვინმე შეუზღუდონ რა კიდე სხვანაირ სხვა პრინციპით მოქმედებს უთქვათ რა ნიდერლანდები სხვა ხო ეს წარიციან რასაც საუბრობენ სამწუხაროდ ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს მაგრამ დღეს ქვეყანას ჭირდებოდა რა უნდა გჭირდებოდა შენ მასტქერი რაში უნდა რატომ არ უნდა წლდებოდეს იქ თქვა თერჯოლაში იქნება ჩხოროწყუში თუ წალენჯიხაში იგივე ინფორმაცია რომელიც თქვა ვაკეში ჩუღურეთში და იმაში გდანში უყურებს ქართული მოსახლეობა ამაზეა ჩვენ თავზე უნდა ვფიქროთ უბრალოდ ხოლმე ისე თვითონ რაც შეეხება რუსეთს ბუნებრივი რუსეთი გააგრძელებს სამწუხაროდ ამ პოლიტიკას მაგი დეოკუპაციაზე ჯერჯერობით რაც ხედავ არ ფიქრობს და ახლანდელ წვრთნებსაც თუ ავიღებთ ეს არის ამის გაგრძელება ელემენტარული დესტრუქციული ნაბიჯები ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კარგია რომ ჟენევის პროცესი არსებობს უნდა გავაგრძელოთ მისი ფუნქციონირება მაგრამ მომხრივადაც ჩვენ ესე წარმოგიდგენია მაგალითად რომ გერმანელებმა შეიძლება კარგი მედიატორის ფასილიტატორის როლი ითამაშოს პოლონეთში ვიყავი ხა ამას წინათ ვარშავაში შეხვდი საგარეო საქმეთა სამინისტროს პარლამენტის წარმომადგენლებს ოდირის დირექტორს არჩევნებთან დაკავშირებით ვიშეგრადის ფონდი არსებობს ამისათვის ისინი მზად არიან ჩაერთონ მიუხედავად იმისა რომ ტიშკევიჩი პოლონელი მოქალაქე გამოაგდეს მათ იქიდან და როგორც დამკვირვებელი არ შეეცვლება შიგნით ამაზეც უნდა ვიზრუნოთ არსებობს რაღაცა პატარა ისეთი შეიძლება ძალიან დიდი არა, მაგრამ საკმაოდ პრაგმატული, მაგრამ პრაგმატული საშუალება იმისა, რომ თუნდაც ველაპარაკოთ წელის მიერ ანქვაბს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ველაპარაკოთ. თიბილოვს ჩვენ იძულებული სხვა რა გზა გვაქვს. ვიძახოთ ხა ჯიბის რეჟიმი, ესა რა ქვია, რუსეთის მარიონეტები და ვიცით, ყველაფერი რეალურად როგორ არის და კარგად, მაგრამ შენ თუ დიალოგის დაწყება გინდა, შენ თუ რეალურად რაც გიწერია ქაღალდზე და რო დაწერეს ის საკმაოდ სქელტყდიანი დოკუმენტი იყო რეინტეგრაციის თაობაზე აფხაზებისა და ოსების ისინი ერთ წერენ ერთი საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენებენ მე ამის გაკეთება მინდა ისინი კარგია გააკეთე და მეორე მხრივ გამოდიან და ასეთ რაღაცას აკეთებენ ეს არის მარტო პიარზე გათვლილი მარტო შიდა მოხმარებისთვის გათვლილი მინდა გითხრათ და აბსოლუტურად უგუნური ეს კიდევ უფრო გვაშორებს და რაც დრო გადის უფრო გვაშორებს ჩვენ აფხაზ და ოსტებს და ძმებს მინდა გითხრათ ამიტომ სასტრაფოდ უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად ჯერ კიდევ ეს რესურსი და მინდა გითხრათ ქართულ ოცნებაში ნამდვილად არსებობს რომ ჩვენ დავიწყოთ როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კერს რაც შეიძლება სწრაფი სხვა და მე ამას პრიორიტეტად ჩემი აზრით ის იქნება პირველში ევროკავშირი უნდა იყოს და ნატო რა თქმა უნდა მასთან ერთად და შევასრულოთ ჩვენი შიდა და საშინაო დავალება აუცილებლად დავიწყოთ დიალოგი რუსეთთან განსაკუთრებით სავაჭრო ეკონომიკური კავშირების აღდგენაზე და ბაზრის გახსნაზე დღეს გამოდის საათაშვილით და საკუთარ მოსახლეობას ეუბნება რომ მე არ მჭირდება იმიტომ რომ დივერსიფიკაცია მოახდინა დასავლურ ბაზარზე და რუსეთი არ მჭირდება მილიონზე მეტი ადამიანი იქიდან თვეში მილიარდზე მეტ ამერიკულ დოლარს აგზავნის საქართველოში აი წარმოიდგინეთ ვერ გაიგებს ხო ადამიანი ლოგიკასთან ახლოს არა რა თქმა უნდა გავაკეთოთ ესეც და მაქსიმალურად თუ შევძლებთ და ამავე დროს საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ყველა არაღიარების პოლიტიკას რასაც ქვია და მე უკვე სტატუსი უნდა იყოს საბოლოო სტატუსი მე ჩემი აზრით რკინიგზის გახსნაზე აფხაზებთან ცხინვალის რეგიონთან იგივე სავაჭრო ეკონომიკური სოფლის მეურნეობის პროდუქტები სხვა მოყვანა ვაჭრობა და განვითარება 2005 წელს ჩვენ ქონდა გადასარევი საშუალება ამისა მე პირადად ხელმძღვანელობდი მოლაპარაკების პროცესში ლუბლანის მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციას, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და რუსეთმა ხელი მოაწერა განცხადება საქართველოს სამშვიდობო გეგმის თაობაზე. და 2006 წელსვე დაიწყო უკვე ეკონომიკური რეაბილიტაციის პროგრამა ცხინვალის რეგიონში. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თქვენი მოსაზრების კოსმენა, იმიტომ რომ თქვენ გუნდში არიან პოლიტიკური ძალები, ვთქვათ, კონკრეტული პერსონები, რომელთაც აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით აქვს სხვადასხვა მოსაზრებები.
და ამიტომ მე მაინტერესებდა კიდევ ერთხელ გაეშველებინა თავისუფალ დემოკრატებს თავიანთი პოზიცია. მოდით სახში დავბრუნდეთ და მე იცით რა მაინტერესებს? რატომღაც მომეჩვენა რომ მაჟორიტარ კანდიდატებში რომელიც დასახელდა ქართული ოცნების მიერ თავისუფალი დემოკრატები ცოტა დაჩაგრულები ჩანხართ რაოდენობრივად. ეს ერთი, მეორე, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამას წინათ განაცხადა, რომ შესაძლოა გადაიხედოს კონკრეტული პერსონები, რას უკავშირდება ეს? ახლა ეს ხო არ ხდება, რომ თქვენ გაუაზრებლად მიიღეთ კონკრეტულ პერსონებთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება. ალბათ გუნდმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, თუმცა მეც და საკმაოდ ბევრი ადამიანი შეიძლება არ ეთანხმებოდეს თქვენს მიერ ცალკეულ რაიონებში დასახელებულ მაჟორიტარებს, მათ სიძლიერებს, მათ კომპეტენციას და ასე შემდეგ. ასე გენდია. ხო, ეს საკმაოდ ისეთი რთული საკითხია, დელიკატური საკითხიც არის ალბათ ამავე დროს, იმიტომ რომ ამდენი 75 ადამიანთან დაკავშირებით ერთიანი მოსაზრების ქონა ბუნებრივია, ძალიან რთულია, ხო, ყველა რაღაცა თავისი მოსაზრებები აქვს კონკრეტულ პიროვნებთან დაკავშირებით, თავის დამოკიდებულება ის აბსოლუტურად ჩასაღი და სწორია. მე შეგაწყვეტინოთ, აი ციტატაც მაქვს, შეუცდომელი არავინ არაა, თუმცა ვთვლი რომ მაჟორიტარების აბსოლუტური უმრავლესობა კარგი კანდიდატები შევარჩიეთ, შეიძლება 1-2 შეცდომა იყოს და არ გამოვრიცხო კორექტირება მოგვიწიოს. მე დეტალურად არ ჩაუღრმავდები, მაგრამ ქართულმა ოცნებამ ამ პერიოდამდე საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუშვა. შესაძლებელია ეს არ იყო პოლიტიკურად, აი უზარმაზარი რაღაცა ისეთი შეცდომა, მაგრამ ეს პრობლემური შეცდომები გროვდება და მე კი, ოცნებამ დაუშვა საკმაოდ ბევრი შეცდომა, ესე გვერდიდან როცა უყურებ ობიექტურად, ნეიტრალურად რჩება შტაბ-სტილება რომ შეცდომები იყო, იმიტომ რომ თვითონ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც არაერთხელ კონკრეტულ პერსონებთან, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით თქვა, რომ ხო შეიძლება ეს იყო, მე ვფიქრობდი ასე, ახლა ვფიქრობ ასე და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს საუბარი იმაზე, რომ უკვე არის ბოლო აღმართი არჩევნებისკენ, თქვენ აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას და ვთქვათ, რომ გაიმარჯვოთ, მერე კონკრეტული გადაწყვეტილებების მერე საზოგადოებას მუდმივად მოდის მოუხდით, რომ რაღაცა ვერ გავაკეთეთ კარგად. ხო, იცით რა, მე ბატონი ბიძინაში სხვა რაღაც კიდე სხვა მომენტებთან ერთად მართალიცად ისიც მომწონს, რომ გულწრფელი და გახსნილი ადამიანია. იმიტომ რომ ну რაღაც არაორდინალური ბიზნესმენის და არაორდინალური პოლიტიკოსის შტაბ-სტილებას ყოფს, ხო? მე ვფიქრობ ამაში არაფერი ამავე დროს არაორდინალური არ არის, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ხო შეიძლება რაღაცა თქვათ უკეთეს გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა, რაღაცა გამოსწორება შეიძლება, ყველაფრის გამოსწორება შეიძლება მთავარი პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით არ უნდა დაუშვას ეს თქმა და იმას ასაც ამბობს ახლა თუნდაც ამ რაღაც პრობლემებთან დაკავშირებით არ ვიცი ის გულისხმობს და ვიზია საუბარით რომ მე ამ პროცესში კონკრეტულად არ ვიყავი სელექციაში ანუ ჩართული ესეც თუ კი მოხდება ამ დაგვარებები გამოჩნდება, მაგრამ მე ამ წუთას ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არ ვარ მე ამ პროცესში ჩართული. თვითონ მაჟორიტარების შერჩევასაც შეეხება. იცით რა, ვინ დაიჩაგრა, ვინ არა, იცით რა შეასახება, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდება სოციალურ ქსელებში, თუნდაც ვთქვათ, თქვენი წარმომადგენლის კანდიდატის ბათუმში მურმა დუმბაძის მიერ ესე იგი ნათქვამი ფრაზა 5 რატო უნდა შემოხაზოს, რა ქვია ამ მრჩეველმა მარჯვენათი თუ შემოხაზავს რა დაემართება და მარცხენათი თუ შემოხაზავს რა დაემართება. მე მესმის ეს შეიძლება იყოს საზოგადოებასთან შეხვედრის დროს ერთგვარი ხუმრობის ელემენტი, მაგრამ ჩვენ აქ საუბარი გვაქვს საკმაოდ ჩვენ საუბრობთ პოლიტიკოსებზე. და რა შუაში არის ამ სიტუაციაში ვთქვათ იქ სად არის მაჟორიტარად დასახელებული ესა თუ ის პირი. გამარჯვების შემთხვევაში ის უნდა იყოს დაждდეს საქართველოს პარლამენტში და უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის ქართველი ამომრჩევლის სახე პოლიტიკოსი იდენტიფიცირებული საქართველოსთან და ხალხოსანი ხალხური ვიცით ჩვენ ზღაპარი, ხალხური ვიცით თქმულება, ხალხოსანი პოლიტიკოსი ჩვენთვის გაუგებარი. დღევანდელ პარლამენტს უკადაულოთ ხალხოსანი მოდით ისა ბატონო ვიქტორ მოდით ვისაუბროთ ლორდთა პალატაზე, ვისაუბროთ ამერიკის კონგრესზე, ხო არის საზომი ჩვენი ხო მოდით იყოს რაღაცა საზომი და არა ის რაც არის ცუდი. თორე ჩვენ გვახსოვს ახლა მიუხედავად იმისა რომ რა აღთქმების ტალღაზე გვყავდა არჩეული გვახსოვს პარლამენტში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ანუ პროფესიის არ მქონე ადამიანებიც კი.
თვითონ ამ სელექციას რაც შეეხება კიდევ ერთხელ გეუბნებით რა ეს იყო ძირითადად დაფუძნებული იმაზე არა ვინ მეტი ვინ ნაკლები ამას როგორც კი ვიწრო პარტიულ ინტერესებს დაეფუძნები ესა თუ ის კოალიცია ის თავიდანვე განწერული არის მარცხისთვის აგური აზრი არ არის ამიტომ ვიწრო პარტიული ინტერესი თავიდანვე გამოიცხა ბეძინა ივანიშვილმა და ვფიქრობ ეს იყო ძალიან სწორი მოდით ესე ვთქვათ საზომი თუნდაც იმისა თუ ვინ შეიძლება დაინიშნოს ამა თუ ვთქვათ მაჟორიტარის კანდიდატად რეგიონში თუ რაიონში და მისი პროფესიონალური შესაძლებლობები რომ იყოს პარლამენტში რა შეუძლია გაუქმებინა ბევრი გვეუბნება და ზოგი ამდენი სპორტსმენი ყავს უყურებაში გავებით ყარ უნდა იყოს ამდენი ვთქვათ დიპლომატი ყავს თავიდანვე პარტიაშიც მახსოვს გვეუბნებოდნენ იქ არიან ხალხი რომლებიც შეუძლია სპორტისა და განათლების საკითხებსაც უხეძვანებო და კანონმდებლობაში სერიოზული წვლილი შეიტანონ და დამეთანხმებით ალბათ კანონმდებლობა პრაქტიკულად საერთოდ თავიდან ბოლომდე შეიძლება არა, მაგრამ მისი უმრავლესი ნაწილი არის გამოსასვლელი და კონსტიტუცია გადასახედია, იმიტომ რომ ეს ერთ კაცზე მოგრგებულია მხოლოდ თუნდაც ახალი კონსტიტუციაც გადასახედია ჩემის აზრით. მეორე იგივე საგარეო პოლიტიკური ჭრილში მე მგონი საკმაოდ ბევრი გვექნება ჩვენ სამუშაო და პარლამენტში. მაგრამ მაჟორიტარებით არ ამგონია რომ თქვენ ეს საქმე მოაგვარებთ. მარტო მაჟორიტარების ხوارა მე ამ შემთხვევაში შეიძლება სიაც და მაჟორიტარული კანდიდატების თავიდან ბოლომდე გათვლილი იქნება იმ პროფესიონალ ხალხზე მათ მაქსიმალურ სისუფთავეზე ანუ მათ წარსულზე იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის შემცველი ალბათ დამეთანხმებით და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე. კი შეიძლება სიები შედგება და პარტიები თავიანთ ვთქვათ პირველ ათეულებს, მეოცეულებს და ასე შემდეგ წარმოადგენენ, მაგრამ ეს არ იქნება დოგმატური და განსაზღვრელი იმისთვის, რომ კომპოზიციისთვის ანუ თვითონ პარლამენტის ჩვენი მხედა. ეს მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია. ანუ ვიღაცა შეიძლება ვიქტორ დოლიძე ჩუღურეთში მოწონდეს, ან არ მოწონდეს. ეხლა ჩემთვისაც მაჟორიტარობა რომ გითხრათ რომ იყო რაღაცა აუცილებელი და მაგალითად სიაშიც რომ ყოფილიყავი ხო არავითარ შემთხვევაში არანაირი დოგმა ჩემთვის მაჟორიტარობა არ ყოფილა გარწმუნებით და ბევრი მაჟორიტარისტვის მაგრამ მე ვალდებულად ჩავთვალე თავი რომ დავთანხმებოდი ამ შემოთავაზებას გამომდინარე იქიდან რომ ჩუღურეთელი ვარ იმუბნერი ვარ იქ დავიბადე და გავიზარდე იმ პრობლემებით მე დიდი ხანია ვცხოვრობ და ის საზოგადოება რომელიც იქ არის მე იქ უცხოარ ვარ კომფორტულად ვცხოვრობ თავს მიუხედავად იმისა რომ დიპლომატი ვარ და ვთქვათ საპარლამენტო მუშაობის და საკანონმდებლო მუშაობის გამოცდილება არ მაქვს მაგრამ პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში ხო ძალიან ბევრი შევიძინე საკრებულოში ყოფნის პერიოდში ჩუღურეთელი იქნებოდა დანელი თუ ვაკელი ჩემთვის რა მნიშვნელობა ქონდა ამ ხალხის პრობლემებით ხო ვცხოვრობდით ასევე არის შერჩეული მინდა გითხრათ თბილისში პრაქტიკულად ყველა კანდიდატი ისევე როგორც რეგიონებში თუმცა იმას ბუნებრივია მე ხა არ გამოვიცხოვრო ვიღაცა შეიძლება მოუწოდეთ ვიღაცა შეიძლება არ მოუწოდეთ ჩვენ თავარია რომ მივიტანოთ თითოეული ადამიანის ყურამდე თანამოქალაქის ყურამდე ის რისით მაწვიდა მივიტანოთ ჩვენი ხედვები კონცეპტუალურად რა ვის გაკეთებას ვაპირებთ კარგად ვიცოდეთ ეს ინფორმაცია იმიტომ რომ თუ კი ინფორმაცია არ აქვს შენ ანალიზს ვერ გააკეთებ ყველა უბანს დამეთანხმებით თავის სპეციფიკური პრობლემა აქვს და მიუხედავად იმ ზოგადი პრობლემებისა ქვეყანაში დასაქმება ჯანდაცვა სოციალური სოფლმეურნეობა და ასე შემდეგ ყველა ვთქვათ ლაპარაკობს და იმეორებს ხო ერთი და იგივეს და შეიძლება ხანდახან მოსაწყენიც ხდებოდეს ადამიანისთვის რომ ნაციონალი მოდის მეუნება ქრისტიან-დემოკრატია მოდის მეუნება მემარჯვენე მოდის მეუნება ქართული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო იმას აღარ ვიტყვი საიდან მოდის საერთოდ ეს პროგრამული ელემენტები და ვინ დაიწყო საერთოდ მუშაობა ეს ძალიან კარგად იცის საზოგადოება დავდოთ მათი ნამოქმედარი და ჩვენი შემოქმედება და მერე ვილაპარაკოთ მაგრამ სამწუხაროდ ამგვარი დებატებიც არ მიდის ამაზე არ მიდის რომ მე რომ უჯდები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ხო ხშირად გვაქვს ხშირად არც თუ ისე სხვა ჩვენს მაგრამ ნუ კავკასია იქნება ან მაესტრო სხვა ჩვენ საშუალება არ აქვს პირველ რიგში ხანდახან არის ხოლმე ხო ისე ჩართები და როცა ვსაუბრობ და ველაპარაკებით საქმეზე რომ აი ეს არ გაკეთა ეს დაპირება ეს არ გაკეთა ჩვენ ამის გაკეთებას ესე ვაპირებთ მე შეიძლება არ ვიყო მართალი შენ შეიძლება მართალი იყო მაგრამ ეს ერთმანეთს კორექტულად კონსტრუქციულად დებატების ცივულ ფორმაში შეგვიძლია ველაპარაკოთ ამის გაკეთებაც არ უნდათ მოდიან და მე აი თქვენ ის არა ქვია ისინი ხართ რეტროგრადები ხართ თქვენ რუსეთუმეები და თქვენ დაიწყე ეს იმდენად დაბიოდა იაფასიანი ხალხს აუკლე მაგისაც აღარ ჭერე ხო ხედავთ ეს ანუ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. მინდა დაგარწმუნოთ რომ ბოლომდე გავაკეთებთ ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ მართლები ვართ. იმიტომ რომ ჩვენ ხალხთან ვართ ახლოს და ეს ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველა. აი ხალხთან ახლოს ყოფნის კონტექსტში გითხავთ. ირაკლი ალასანიამ მიიღო საკმაოდ არაორდინალური გადაწყვეტილება, როდესაც მან თქვა რომ მე მივდივარ სამეგრელოში შიშის გასატეხად. და ფაქტობრივად ამ პერიოდში ჩვენ სოციალურ ქსელებით ხედავთ რომ ის ფაქტობრივად ყოველდღე რაღაც შეხვედრებს ატარებს, ხდება მოსახლეობას და ასე შემდეგ.
რა შედეგები არის, როგორ ფიქრობთ? თვისობრივი ცვლილება მინდა გითხრათ, თუნდაც აი ხო როგორც შემზე გითხარით, რომ 2 წლის წინ დავდიოდი და მახსოვს ეხლა რა არის. სამეგრელოში არანაკლები ცვლილება მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში და მიუხედავად იმისა, იმ რეპრესიული მანქანისა და იმ ბანდიტური ფორმირებისა, რომელიც სამი ახალაიასგან შედგება, და ეხლა პრაქტიკულად ვიცით ხო, რომ ეს წარმოადგენს სახელმწიფო მანქანას ებრძვის რა, ავტოკრატიული რეჟიმის უმთავრეს ელემენტს, თოფით ხელში. ესენი სამი ხო, ერთი პროკურორია, მამა და ორი სახელოვანი შვილი, ერთი თავდაცვის მინისტრია, მოდით ესე ვთქვათ რა, პირველი მოადგილეა თუ არა, შაშკინი არაფერია, ისე როგორც არაფერი იყო მანამდეც. და მესამე ბოროტმოქმედი ბაჩუ ახალაია, რაც შეეხება. ანუ ჩვენ ვისთან აგვაქვს საქმე, კარგად უნდა ვიცოდეთ. ირაკლი ალასანიას იქ ჩასვლის მერე ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა. ჩვენ ხვდებით იქ ჩხოროწყუ იქნება, სენაკი იქნება, აბაშა იქნება. სენაკში მე თვითონ როდესაც ირაკლი ჩავედი ხშირად მოც მაინტერესებს ხოლმე ხო შეხვედრებია რაღაცა მივდივარ ფარს უჭერთ მას და ასე შემდეგ მოსახლეობას ხვდებით. სენაკში როცა იყო შეხვედრა გადაისვენ მთელი დარბაზი, ხარდაჭერა იქვე ითხოვოდა და იგრძნობოდა ხალხის თვალებში, რომ ახლა აღარ შეუვლიათ ესე ცხოვრება. დაიხალა და სამეგრელო ყველაზე რთული რეგიონი აღწევდა კარგად ვიცით, ხო? რამოდენიმე 4 მიკროავტობუსი მოდიოდა სოფლებიდან, გამგებელი ქაური პოლიციის უფროს თუ ვინმე ყავთ ეს. თავზე ხელაღებული ყველა. გამოიყვანეს. გააჩერეს ეს მანქანები, ხალხი გადმოიყვანეს, წოლიც გადმოიყვანეს. აბა ეხლა თუ წახვალ და თქვენ განახებთ და სამსახურს დაკარგავთ და იმას გიზავთ და ამას გიზავთ. უკულებლივ სულ ყველა თავის მძღოლიანად და გზავრებიანად ჩასხდნენ მანქანებში, მოვიდნენ და მე უკვე ადგილი აღარ იყო და სცენაზე დავუწევთ შემათ ადგილი და გარშემო ესე დამწყებდნენ და უსმენდნენ. ეს ერთ-ერთი ისეთი მაგალითია, რომელიც თვალნათელი შეიძლება. მოდით ამ წუთას დავაზუსტებ ერთ მომენტს, სენაკი ჩემი რაიონია და შესაბამისად მე კარგად ვიცნობ იქ არსებულ სიტუაციას, უბრალოდ რას ვფიქრობ, ვიცით, გარკვეული რაღაც ანალიზიდან გამომდინარე, როდესაც თქვენ ესეთ ფაქტებზე საუბრობთ ხოლმე, რომ იქ ვიღაცა ჩამოსვა, ვიღაცა გააჩერა, ვიღაცა უთხრა არ წახვიდე, ეს მე მგონი არის უფრო თვითშემოქმედება, ვიდრე რაღაც დირექტია. მე ესე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ სახელმწიფოს, ვთქვათ, ნაციონალურ მოძრაობას თქვენ თქვით ჩვენი საუბრის დასაწყისში, რომ საკმაოდ გათვლილი, ახალგონივრული, ჭკვიანური და ასე შემდეგ გეგმები ქონდა. ნუ ახ შეფასებებს თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში. ესენი ღირსებას და ღირებულებას ეხებიან. ხო. არა, მე ამ შემთხვევაში რას ვამბობ, იცით, მათ იციან პიარის შედეგი რა შეიძლება იყოს მათ. ხო, მათ იციან საარჩევნო ტექნოლოგიები და ასე შემდეგ. ამიტომ თუ არა თვითშემოქმედება, როგორ ფიქრობთ ახლა ის? აი ეს ხო ყველაფერი უარყოფითად მუშაობს, მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შესაბამისად თუ კი საწინააღმდეგოდ მუშაობს, რატომ უნდა იყოს ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი, ვთქვათ, მიხეილ მაჭავარიანი ან სხვა ხელმძღვანელი პირი დაინტერესებული იმაში, რომ იქ კონკრეტულმა, ვთქვათ, საკრებულოს სოფლის საკრებულოს თავმჯდომარემ თუ ვიღაცამ გააჩეროს მიკროავტობუსი და უთხრას, რომ აი არ წახვიდე იქ, იმიტომ რომ იმ წუთას იქ თქვენთან მოსვლაზე ხო არ არის საუბარი. ძალიან მარტივია მაგის ახსნა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მანამდე უფრო ძლიერი იყო მოძრაობა და ვთქვათ, ვარდების რევოლუციის მოსვლის შემდეგ, მაშინ როდესაც ყველას მართლა იმედი ჰქონდა, რომ რეალური ტრანსფორმაცია ამ ქვეყნას ხდებოდა და ამის კარგი საფუძველი შეიქმნა იმ პერიოდში, მაგრამ მე ვფიქრობ, იმედგაცრუება მოხდა, განსაკუთრებით ახლა. ანუ ხალხს აღარ ჯერა, ხალხი ნიჰილიზმიდან უკვე გამოდის და ბიძინა ივალიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ გააჩინა ახალი რეალობა, ახალი პოლიტიკური საერთოდ სივრცე, ალბათ დამეთანხმებით ამაში და რაღაც ბოლო-ბოლო ორპოლიციანობამდე მივედით, თქვათ, და ამავე დროს ისინი ხედავენ, რომ ესე მშვიდობიანად, ესე წყნარა, ესე მშვიდად, ესე რეალურ საარჩევნო გარემოში, თუ კი ტელევიზორს შეხედა ხალხმა და ნახა ალტერნატიული ინფორმაცია, თუ კი მიუშვა კახა კალაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა კახაზეები თუ ამახვილებ ყურადღებას რომელი ამბების გამო და ასე შემდეგ და ამ ხალხმა თავისი მშვიდად და ნორმალურად მიიტანეს ხალხამდე ეს ისე მშვიდად მოხდება მაგათი წასვლა ხელისუფლებიდან ხო როგორც დაგიბარებიათ ეს ძალიან კარგად იციან მათ ერთადერთი რაღაცა დარჩათ ორი უკაცრავად პირველი ეს არის სიცრუის მანქანა და ტყუილები რომელსაც აფრთხილებ ყოველდღიურად და უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო და მეორე შიში მათ ხალხს უნდა ეშინოდეს რა სამსახური არ დაკარგოს ან უკმაყუროთ არ დატოვოს საკუთარი ოჯახი ან ძმა არ დაუჭირონ ან და არ დაუჭირონ კაცო თქვენ იცით რომ საბანკო ანგარიშები არის უკვე დაყადაღებული უამრავი თქვენ იცით რომ ბანკირებს დავალებული აქვთ
ის რომ ტრანსფერები მოხდება, გადარიცხვა, გადმორიცხვა თუ რა, აი შეყოვნებები მოხდეს კიდევაც თვითონ და ჩვენ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ. მე არ მინდა ეხლა დავასახელო ცენტრალური აზიის თქვა ერთ-ერთი ქვეყანა ავიღოთ მაგალითად. არ მინდა დავასახელო, იმიტომ რომ დიპლომატისგან მით უმეტეს არასწორია. არაფრით არ გავსხვავდებით. მიშა სააკაშვილი რომ ამბობს ევროპული ღირებულებები, დემოკრატია და ფასეულობები და ასე შემდეგ. ტიპიური აზიური მართლობის სტილი აქვს მიხეილ სააკაშვილის აღებული. იგი არის აი რომ ფაშა. იგი ეს საპრეზიდენტო კი საპარლამენტოს დავარქვევ ჩვენ ახლა ამ რესპუბლიკას თუ რაღაც არ უნდა დავარქვათ. ამას მნიშვნელობა არ აქვს. და ისა რა ქვია, თქვენ ხშირად ამბობთ ბატონო ვიქტორ იმას რომ თქვენ გაქვთ კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, თქვენ ურთიერთობთ მათთან და ამ შემდეგ მე არ მახსენდება ფაქტი დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით. დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით. თუ კი ვინმე თქვა რომ არასაკმარისი დემოკრატია ეს ერთია, თორე ვინმეს ყური აეწიოს ხელისუფლებისთვის და ეთქვას. საერთაშორისო საზოგადოება ამას არ ეუბნება ხელისუფლებას. არ ეუბნება. ეს არ ჩანს მოდით ესე ვთქვათ, დიდი პატივისცემის მიუხედავად, ახლა მე შეიძლება დიპლომატს არ უნდა უსვამდე კითხვას და მით უფრო ახლა წასულ დიპლომატზე არ უნდა ვამბობდე, მით უფრო რომ ამ ადამიანმა ქვეყნისთვის საკმაოდ პოზიტიური როლი შეასრულა ჯონ ბას გულისხმობ. მახსოვს 26 მაისის ფაქტი, როდესაც მის მიერ გაკეთებული განცხადება შემდგომ ექსპერტების მიერ შეფასდა პირდაპირ სიგნალად ხელისუფლებისთვის, რომ მიდით და იმოქმედეთ. ექსპერტების ნაწილმა ესეთი შეფასება გააკეთა. შეიძლება ვიდაოთ ამასთანაც დაკავშირებით, მაგრამ ამ მოვლენების წინ რამდენად იყო ეფექტური ბასის მიერ ამ განცხადების გაკეთება, რამდენად იყო საერთოდ ის შეფასება გასაკეთებელი. ეს ერთი მიმართულება არის, მაგრამ არავინ არ ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს დიპლომატები იკრიბებიან და თქვენს ხართ ამ მასკერზე იგივე საუბარი მიდის, რომ იცით რა ძალიან კარგია ეს და მოდით იქნებ ხელისუფლებამ მიიღო ჩვენი რეკომენდაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 12 საათის მერეც იყოს ვთქვათ, გააგრძელონ საკაბელოებმა და ჩვენ ხო ვიცით, რომ ზუსტად 12 საათზე გაითიშება ეს ყველა არხი. რეალურად ვიცით ეს. თუმცა არსებობს იქ ერთი ნიუანსი, რომ რა შემთხვევაშიც შეიძლება არ გაითიშოს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი დასაშვები ნიუანსი, რომელსაც მე ახლა არ ვიტყვი ნამდვილად და არის კიდე მეორე ესეთი მომენტი, როდესაც ვთქვათ, იგივე შეხვედრებზე ნატოსთან დაკავშირებით ნატოს ჩიკაგოს სამიტის დროსაც, ქალბატონი ჰილარი კლინტონის ვიზიტის დროსაც და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტისაც, აი ესე არავინ არ ამბობს იმას, რომ იცით რა, თქვენ გაქვთ არასაკმარისი დემოკრატია. პირიქით მიესალმებიან საქართველოს სწრაფას დემოკრატიისკენ და ამ შემთხვევაში შუა აზიის რომელიმე ქვეყანასთან ანალოგიაზე არავინ არ საუბრობს. გეტყვით. პირველ რიგში რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამწუხაროდ არასწორი აღქმა გვაქვს დიპლომატიური კორპუსის და საერთოდ დიპლომატიური მუშაობისა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. მე თვითონ პირადად იგივე განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ რა კონტექსტში ჯონ ბასი ახსენეთ, მე თვითონ ჩემში გამოიწვია უდიდესი გაღიზიანება, როგორც მოქალაქეში ჩვეულებრივად, იმიტომ რომ მთელი ღამე იქ რესპუბლიკურ საავადმყოფოს ემერჯენსიში ვიყავი და მე ვხედავდი საერთოდ რასთან მქონდა საქმე. ეს იყო გაუგონარი ძალადობა, ხო? ეს მე 7 ნოემბერს არ ყოფილვარ თბილისში, მაგრამ მე იმ პერიოდში უყურებდი და ვხედავდი ამ დახლეთში თავებს და ასაკის განუსაზღვრელად. ამას არ ქონდა მნიშვნელობა, პატარა ბავშვი იყო, თუ 70 წელს გადაცილებული ადამიანი. ეს იყო გაუგონარი. ეს გაგაღიზიანებს ადამიანს, როგორ შეიძლება არ გაგაღიზიანოს. თუმცა ჯონ ბასმა მე ამის მეორე განცხადება გააკეთა და გახსოვთ, მაგრამ ჩვენ უნდა გქონდეს რეალისტური და სწორი აღქმა თვითონ იმ დიპლომატიური კორპუსის მუშაობისა. ყველანაირად ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩაურევლობასთან დაკავშირებით ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატი და ეს არის დაწერილი და დაუწერილი კანონის მოქმედებს ინსტრუქციების თანახმად. და ვერავინ ერთ ევროკავშირის ელჩი, ვერც ამერიკის ელჩი, ვერც უზბეკეთის თუ ნებისმიერი სხვა ელჩი ვერ გააკეთებს ისეთ განცხადებას, რომელშიც შეიძლება იყოს ერთგვარი წამახალისებელი, ან ვთქვათ, ფრაგმენტი იმისა, რომ ხარს უჭერს თუნდაც გინდა ოპოზიციურ, ან ხელისუფლების ვთქვათ, მხარეს. ეს ერთი.
მეორე მხრივ ჩვენ თვითონ ქართულ ხალხზე არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული და ჩვენს რეაქციებზე რა ხდება და როგორ მოხდება. 23 ნოემბერი 2003 წელს, როდესაც იყო ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი მეგობრები ცხოვრებული ლევანი იყო მიქელაძე მაშინ კელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბუკა პეტრიაშვილი, ბათო ზალტალიანი, ეხლანდელი ჩვენი მეგობრები და გუნდის წევრები, რომლებიც არიან, ისინი მუშაობდნენ იმ პერიოდში. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამას, მე ბრიუსელში გავხდით მაშინ. და როგორ ყვებიან ბოლო მომენტამდე სულ ამბობდნენ რომ არა ესე არ შეიძლება ამ გზით არ შეიძლება შევარდნაძის წასვლა სხვა გზით უნდა წავიდეს აბა ისა აბა მაგრამ ხო ნახეთ როდესაც საზოგადოება ფეხზე დადგა როდესაც ქვეყანამ და თვითონ ხალხმა ბოლომდე გაახილა თვალე და გამოვიდა და მართლა უკვე აუტანელი გახდა მათი აქ ყოფნა და ორი აზრი აღარ იყო უცვლება უნდა მომხდარიყო მოხდა ის რაც მოხდა და მართლა დიდი იმედი გაჩნდა მე ყველაზე ძალიან მაგაზე მწყე როგორც ვაჭრე შევარდნაძესაც დიდი პოლიტიკური დივიდენდი ჰქონდა როდესაც მოვიდა და მას ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება შეეძლო და მე არ მინდა და საერთოდ განსხვავებით პიროვნებებზე ნამდვილად არ გვჩვევია და მეთქმა დავიფარო საუბარი მით უმეტეს ასაკეთ ბევრად უფრო მეტ ხალხს სააკაშვილს კიდევ უფრო მეტი დივიდენდი ჰქონდა მაგი მით უმეტეს ისეთი ხარიზმით მოვიდა ისეთი მხარდაჭერით მოვიდა სულ ყველას გვეგონა ნამდვილად სულ ყველა შეიძლება არა ეხლა ვიღაცა ალბათ უფრო ახლოს იცნობდა და მისი ცოტა ფსიქოტიპსაც იცნობდა მაგრამ ნამდვილად ეჯერა ხალხს რომ რეალური ცვლილება იქნებოდა და შექმნიდა ნორმალური დემოკრატიული ქვეყნის განვითარების რეალურ პერსპექტიულ საფუძველს ყველას გვეგონა ეს მაგრამ რა გააკეთა და სადამდე მივედით ხო ნახეთ ამიტომ არ შეიძლება ესე საუბარი გქონდეს რომ ამგვარი შეფასებები ლოპატევისა მაგრამ ხო ყველაზე მთავარი რაც არის ნუ იფიქრებთ ნუ რას დროს არ ეუბნებიან და თან როგორ ეუბნებიან რომ ვიცოდეთ მაგრამ რასაც ეუბნებიან იმ ფორმით ისეთ ფორმატში ფორმალური არაფორმალური რომელიც მიღებული ფორმაა სხვანაირად ეს არ ხდება ყველამ და თვითონ სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის დაწყებული ობამას განცხადებიდან დამთავრებული ნებისმიერ მის არაფორმალურ თუ ფორმალურ ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში ლანჩზე თუ სადილზე მიღებული გზავნილებისგან და მესეჯებისგან რომ იგი უნდა წავიდეს რომ პუტინიზაცია საქართველოში არ უნდა მოხდეს რომ ეს შედის ევროპული და ევროატლანტიკური დემოკრატიული დასავლური სამყაროს სტრატეგიულ ინტერესებში რომ ქვეყანა უნდა ჩაატაროს ღირსეული თავისუფალი არჩევნები და დამოუკიდებელი არჩევნის უფლება უნდა მიცეს ყველას არ აძლევს ჯერჯერობით ისევ იგივე გზაზე მიდის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ესე დასრულდება. იცით, რა მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მინიმალურ შედეგებზე იყო შესაძლოა შედეგებზე საუბარი 2/3, 3/4, 40%. მიმაჩნია მეც და რამდენიმე ვთქვათ ამ დღეების განმავლობაში ვისთანაც შევძელი გარკვეული კონსულტაციების ჩატარება ყველანი აცხადებენ რომ აი ამ ციფრების ესე ღია დასახელება შესაძლოა უარყოფითი ეფექტის მატარებელი აღმოჩნდეს ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში თუ კი ქართული ოცნება მიიღებს 35%-ს რა რისი პროპროვოცირებელი შეიძლება ეს გახდეს ვთქვათ ხო ბევრი მეკითხება სხვა ჩვენს განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პარტნიორები. აი რომ ამბობთ 3/4-ით მოვალ და 2/3-ით მოვალ. უბრალოდ ესეთი ალბათ ხალხში თვითონ იმის შთაგონება რომ მე მართლა ვძნობ თქვენ ამ მხარდაჭერას და სწორედ ამიტომ ვაპირებ ესეთი აბსოლუტური უმრავლესობით თუ არა ყოველ შემთხვევაში კონსტიტუციური შესაბამისი უმრავლესობით მოსვლას პარლამენტში რათა მე შეძლო რეალურად გავატარო ის რეფორმები და ისერად დავიწყო თქვა კანონმდებლობის ცვლილებაც და აქედან გამომდინარე კარგი საკანონმდებლო ბაზა გავაკეთო მოკლედ დროში ეს არის ბუნებრივია და ამავდროულად ხალხსაც თქვა უფრო მეტი ოპტიმიზმის მოდით ესე ვთქვა და мотиваციის უნარს უზრდეს ხო სწორია ამიტომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ჩემის აზრით მაგრამ მას მე როდესაც მე მეკითხები უბრალოდ რომ იგივე თქვენი მონაცემებით ხო დღეს ახლა რაღაცა პროცენტებში განსხვავება არის სულ ხან 10 ხან 2 ხან 5 გააჩნია ცალკეულ პოლიტიკური მეებს ხო სუბიექტებს მაშინ როდესაც დაწყებული თბილისიდან დამთავრებული ხო ბათუმი ყვა ხო და მე კიდე ბევრი ამ ასეთი მხარდაჭერა და მხოლოდ ამაში არ გამოიხატება კარდაკარ დავდივართ ხო ჩვენი კარდაკარიც ხო გავაკეთეთ ჩვენ ხო ამხელა ენერგიას, რესურსებს ვხარჯავთ იმაში,
რომ მქონდეს რეალური სურათი, ობიექტური სურათი იმისა თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში. და დღეს ჩვენ გვაქვს 35% და მაგალითად 53% ან 46 ნაციონალურ მოძრაობას, ეს ხო სრულიად მაგრამ ნაციონალურ მოძრაობა აცხადებს, რომ მას ფაქტობრივად 1 აგვისტომდე არც დაუწყია საარჩევნო კამპანია. იმდენი მაგათ რა უთხარ, კარგად ვიცი ჩვენ რა დაუწყია, რამდენი ხანია დაწყებული აქ და როგორ და რანაირად არის ხარ. ეს რო გვეუბნება, ეს ბევრ რაღაც გვეუბნება, მაგრამ ეს ხო ესე არ არის, ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. კარგა ხანია. ხო, არა, მათ შეიძლება იყოს ტაქტიკური ჩანაფიქრი, რაღაც ახალი თემების შემოტანის, ხო? რა თქმა უნდა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით იმდენად სუსტად მიდიან, მართალი გითხრათ, ეხლა შეიძლება აბსოლუტურად ობიექტურად ვთქვა, მე ისიც ვთქვი რაში არიან თქვა ძლიერები და იმას ვთქვა რაში არიან სუსტები. თუმცა ეხლა მე იმასაც ვერ ხედავ რაში ჭარბობს მაგის ძლიერი. რომელი ნაბიჯი იყო, აი ერთი დამისახელეთ, გნებავთ პერენტროპაციები, გნებავთ ჩვენ 1 მილიარდი ვთქვით სოფლოვნობაში, ესენი 4-ს ამბობენ. გნებავთ აი ნებისმიერი საპროგრამო ელემენტი. ერთი წლის წინ გილაურმა 10 პუნქტიანი გეგმა გამოიტანა. მანამდე სამთავრობო 5 პუნქტიანი გეგმა იყო. ეხლა გამოდის მერაბიშვილი კიდე რაღაც ახალ ველოსიპედებს იგონებს. მე მაგალითად ვერც თანმიმდევრულობას ვეღარ ვხედავ ნაციონალურ მოძრაობაში და ვერც რაღაც პრაგმატიკაშია საქმე. მერაბიშვილის ნაცვლად პრემიერ-მინისტრად ასევე ნომინალური ფიგურა რო აღმოჩენილიყო სხვა, ჩვენ შეგვეძლო ალბათ გვევარაუდა ის, რომ სხვა დინებებთან გვექნებოდა საქმე. რომ არა კახეთში მომხდარი სტიქიური უბედურება, რამაც განკუთვნილად წაიღო სახელმწიფო რესურსის, დრო, ენერგია და ასე შემდეგ საკმაო დოზით, ალბათ მერაბიშვილის დანიშვნას ჰქონდა თავისი პოლიტიკური გამართლებაც, ის იმთავითო იყო პირველი გენერალური მდივანი ნაციონალური მოძრაობის და ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკურ ფიგურას მას ალბათ აი ზუსტად იმ კონტექსტში, როდესაც თქვა ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ 1 ოქტომბერს დაიწყო, 1 აგვისტოს დაიწყეს ფაქტობრივად მათ საარჩევნო კამპანია. ამ კონტექსტში ალბათ მერაბიშვილი საკმაოდ მოსალოდნელია, რომ გარკვეულ ეფექტურ ნაბიჯებს გადაწყდა. ამას დრო გვაჩვენებს, მე მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ თვითონ ნაციონალური მოძრაობას და მათ შორის მერაბიშვილი პრაგმატულ ნაბიჯებს გადადგავს და ქვეყნისთვის სწორ ნაბიჯს გადადგავს და არა იმ ნაბიჯს, რომელი ნაბიჯებითაც აქამდე დადიოდა იგი პირადად, მისი უწყების წარმომადგენლები და სხვა პოლიტიკური ფიგურები ნაციონალურ მოძრაობაში. ჩვენ არასდროს არ ვითხოვს, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. თვითონ ნაციონალურ მოძრაობაშიც, პოლიციაში, ჯარში არც ლაპარაკობ ბევრი პატრიოტი, ბევრი კარგი პროფესიონალი ადამიანი, ჩვენ მათ პატივს ვცემთ და ორი აზრი არ არის ამასთან დაკავშირებით, ხო? არაერთხელ უთხრავს თვითონ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ალასანი ერთონების მიერ სხვა ლიდერს, მაგრამ აქ ამის მიღმა და ამის უკან კიდე სხვა რაღაცეები დგას. არ შეიძლება ადამიანმა ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა განსაკუთრებით რა თქმა უნდა ხელისუფალმა დაივიწყო გირგულიანი რობაქიძე, ვაზაგაშვილი, რომელი ერთი დავასახელ, ხო? ადამიანი რომელიც შემოდეს უნივერმაგის თავზე და დება დაარტყაო და შემდგომ თქვა პასუხი არავის არ უგია და ნუ რომელი ერთი თქვა მე აღარ ვამბობ წართმევ ქონებაზე, კერძო საკუთრებაზე, ბიზნესზე, გამწარებულ ხალხზე, ოჯახი არ დარჩენება. ოჯახი არ დარჩენება, ესენი არ შესულიყო. ძალიან დიდი სიგოროდეა გაკეთებული, სამართლიანი უნდა აღდგეს, სამართლობა უნდა დაისაჯოს. სამართლიანობა თუ კი არ აღდგა და კანონის უზენაესობა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არ დამკვიდრდა და ანუ ყველას ყველაფერი შერჩა, მოდით ესე ვთქვათ რა და ესე გაგრძელდა და პასუხი არავინ არ აგო, შენი მოსახლეობა, ჩემის აზრით, ამას არ გაპატიებს, ვერ გაიგებს ელემენტარულად, ანუ ისევ იგივე გრძელდება, რომ რაც წაიღო, მოიტანა, შეიტანა ბიუჯეტში და წავიდეს მე ახლა გზებს ვაშენებდე, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჩემის აზრით, ეს არ ნიშნავს არანაირად იმას, რომ რევანშიზმით უნდა მოვიდეს ვიღაცა, მერთმა დაგვიყვანოს და თუ ვინმე არ არის რევანშისტული ძალა, ეს არის ქართული ოცნება კოალიცია, მე მგონი ყველამ კარგად იცის ის, მაგრამ სამართალი უნდა აღდგეს, კანონი უნდა კანონობდეს. მოდით ამ ჯერზე დავასრულებთ თქვენთან საუბარს, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, კიდევ მრავალი თემა დარჩა, რომელსაც ალბათ ჩვენ არჩევნებამდე შევეხებით. ერთადერთი რაც შემიძლია ნებისმიერ ქართველ პოლიტიკოსს უსურვო, რომ ჩვენი ქვეყანა 1 ოქტომბრამდე და შემდგომაც წაიყვანოთ მშვიდობიანი გზით. დიდი მადლობა, მეც ამას გისურვებთ თქვენ მთელ საზოგადოებას და მადლობთ ასეთი შესაძლებლობისთვის, რათა გარკვეულ თემებზე მომეცა საშუალება, რომ თქვენ სტუდიიდან მესაუბრა მოქალაქეებისთვის. მადლობთ.